გამარჯობა. დღეს ჩვენი სტუმარია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით ზარნაძე. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა ბატონო. ჩვენ ახლა აბიტურიენტები გვიყურებენ. მოახსენეთ თქვენი ფაკულტეტის შესახებ მოკლე ინფორმაცია. მესმის რომ ძნელია ამხელა ისტორიის მქონე ფაკულტეტზე მოკლედ საუბარი, მაგრამ მოკლედ ისტორიული რაკურსი და მისი ამ ფაკულტეტის მთავარი მისია რა არის? რაც შეეხება ფაკულტეტს 100 წელზე მეც ითვლის, როდესაც საქართველოში 1918 წელს შეიქმნა უნივერსიტეტი, შეიქმნა იქ სამკურნალო ფაკულტეტი და ასევე სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი, იმიტომ რომ მაშინ ძალიან სერიოზული პრობლემა იყო ინფექციურ გადამდები დაავადებებისა და საერთოდ ცხოვრების წესის დამკვიდრებასთან დაკავშირებით მეცნიერული მიდგომები და სასწავლო პროგრამები და ამიტომ ცხოვრება მოიტანა რომ ეს შექმნილიყო. მერე ტრანსფორმაცია გაიცადა ამ ფაკულტეტმა არა შინაარსობრივად, არამედ სახელების მიხედვით. დღესდღეობით უკვე ქვია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი და იყო 7 წლიანი სწავლება, გახდა მერე 5 წლიანი სწავლება და ეხლა ბაკალავრიატი 4 წლიანი სწავლება პლუს მაგისტრატურა არის და პლუს დოქტორანტურა, ანუ სამეტაპიანი სრულფასოვანი სწავლება ხორციელდება. ისტორიულად ამ პროფესიის ადამიანები საერთოდ მნიშვნელოვანი იყვნენ საზოგადოებისათვის და ჩვენი ფაკულტეტი აგრძელებს ისტორიას. ჩვენ ესე გვასწავლეს და დღესაც ასია რომ უნდა უმკურნალო დაავადებას და არა პაციენტს. თქვენს ფაკულტეტზე ხორციელდება ორი პროგრამა. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო პროგრამა და ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა. გაგვიმარტეთ, რას გულისხმობს ესა თუ ის პროგრამა? საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი ქართულენოვანი, დღესდღეობით ჯერჯერობით და მზადდება ინგლისურენოვანი პროგრამაც ითვალისწინებს ზუსტად იმ პროგრამით მომზადებას, რომელიც აქამდე მივისაუბრე. რაც შეეხება საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მენეჯმენტის, ეს ფრანგულ მხარესთან, მენეჯმენტის ინსტიტუტთან, უნიმენის უნივერსიტეტთან ერთობლივი პროგრამა არის და სწავლების პროცესი იგივეა, გაძლიერებულ ფრანგულს სწავლობენ, მაგრამ იღებენ ორ დიპლომს. ორენოვანს არა. ორ დიპლომს, ეს არის ქართული უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის ბაკალავრის და ეს არის უნიმენის საფრანგეთის მენეჯმენტის უნივერსიტეტის დიპლომი სრულფასოვანი და ამით კიდევ ერთი პლუსი არის კურსდამთავრებულებისათვის, რომ მათი საქმიანი, ასე ვთქვათ, პოზიციების დაკავება შეუძლიათ არა მარტო საქართველოში, არამედ საფრანგეთშიც და მოგესალმებათ, რომ ფრანგული დიპლომი ეს არის, აი, ასე ვთქვათ, პრედიპლომური და პოსტდიპლომური განვითარებისათვის, ჩვენი მოქალაქეებისათვის ძალიან სერიოზული მიგნება და ამაში უნივერსიტეტი ძალიან კარგად უწყობს ხელს. ყავს ჩვენ კურსდამთავრებულები, ძალიან წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებმაც დაამთავრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მენეჯმენტის ფაკულტეტი და სხვადასხვა პოზიციებზე, წამყვან პოზიციებზე მუშაობენ საფრანგეთში, არა მარტო სადაზღვეო სისტემაში, არამედ მთლიან ჯანდაცვის პოლიტიკის წარმოებენ და იძენენ ძალიან დიდ გამოცდილებას და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, იმიტომ რომ ისინი სადოქტორო პროგრამებს ახორციელებენ საქართველოში ერთობლივს და დაცვის შემდეგ ისინი დაუბრუნდებიან ქვეყანას და ამ დიდი გამოცდილებით უკვე გააგრძელებენ იმ საზოგადოებრივი ჯანდაცვის და უშუალოდ მენეჯმენტის, ანუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის არა, ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით განახორციელებენ და ჩვენ გვყავს რამოდენიმე გამოშვება და მინდა სიამაყით თქვა, რომ არა მარტო ჩემი დეკანობის დროს, მანამდეც და მომავალშიც იმედია, გვეყოლება ის კადრი, რომელიც არა მარტო უცხოეთის ჯანდაცვის ორგანიზატორები იქნებიან, არამედ საქართველოშიც აიყვანენ იმ დონეზე, რომ ელემენტარულად არ იყოს მაჩანჩალა დაუშვათ და იყოს მოწინავეთა შორის. ბატონო დავით, თქვენთან 2025 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე ჩარისხულ უკვე ყოფილ აბიტურიენტებს და უკვე სტუდენტებს. სწავლების რა ინოვაციური მეთოდები დახვდებათ, რა აკადემიური სწავლება როგორ მიმდინარეობს, აკადემიური პროცესი როგორ მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი კითხვა, ვინ ასწავლის? ძალიან საინტერესო კითხვა არის, ბოლოდან დავიწყებ. ასწავლიან საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მის საზღვრებს გარე უმრავლესობა ძალიან გამოცდილი და ცნობილი პროფესორ-მასწავლებლები, აკადემიკოსები,
ანუ პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრები და ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცოტა ხანში უფრო მაგრები იქნებიან ვიდრე ძველი თაობა. ანუ ინტელექტუალური დონე ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლებისა არ ჩამოუვარდება არც ერთი მიმართულების თუ არ არის მეტი. ეს ერთი. მეორე, აკადემიური პროცესი მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ინოვაციები და რატო? საზოგადოებრივი ჯანდაცვა ეს არ არის წინ ხოლმე ჩემ კოლეგებს, როდესაც ჰისტოლოგიაზე და ანატომიაზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ცვლილება მათში შეიძლება საუკუნეში ერთხელ მოხდეს. აი მაგალითად ანატომიაში კვლევები აჩვენებენ, რომ ყუდუსუნის ძვალი უკვე აღარ არის 5 ძვალი და არის 3 ან საერთოდ არ არის. და რაც შეეხება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტენდენციებში, ყოველდღიურად იცვლება და საჭირო ხდება პროგრამების ძალიან სწრაფი ცვლა, რომ თანამედროვეობას აუღოთ ახალი ცოდნის შეძენა და გავრცელება. ეხლა ახალი ცოდნის შეძენა უკვე ტერმინი შემოვიდა ასეთი, რომ ლიტერაცია ესე ქვია, ანუ წიგნიერების დონე და ჩვენი ფაკულტეტის სპეციალობებში წიგნიერების დონე მოითხოვს ძალიან სერიოზულ ფართო სპექტრის განათლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროფესია საბოლოო ჯამში შედეგი არის პროგნოზირებადი რისკის წარმოება. ანუ რა მომივა, რა შეიძლება მოუვიდეს საზოგადოებას, რა შეიძლება მოუვიდეს კაცობრიობას. და დღეს იცით თქვენ რომ კლიმატის გლობალური ცვლილება არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, იგივე ახალი დაავადებების გაჩენაში და ამიტომ პროგნოზირებადი რისკის გაკეთება ძალიან სერიოზულ განათლებას მოითხოვს. და ამიტომ ჩვენი სტაფი, პროფესორ მასწავლებლები სრულად მზად არიან, ხელოვნური ინტელექტი ძალიან მაგრად ჩაერთო, მით უმეტეს ჩვენ დარგში და თანამედროვე მიღწევა თუ რამე არის გამოყენებული სასწავლო პროცესში, დეპარტამენტებში ყველაფერი გამოიყენება. სამეცნიერო პორტალებთან უფასო წვდომა გვაქვს, იგივე კოხრენის ბიბლიოთეკასთან უკვე წლები არის უფასო წვდომა აქვს სტუდენტებს, განსხვავებით სხვა უნივერსიტეტებთან, სადაც სერიოზული ხდება ფულის გადახდა, მაგრამ უნივერსიტეტი ამაში გვერდზე გვიდგას და იხდის ძალიან დიდ ხანს, რომ სტუდენტებს თანამედროვე არაფერი გამოეპაროთ იმ სასწავლო პროცესში, რომელიც მიმდინარეობს. ნაწილობრივ კი ახსენეთ უკვე, მაგრამ მაინც განვარტოთ თქვენს ფაკულტეტზე სწავლების რა საფეხურები ხორციელდება? სამივე ეტაპი ხორციელდება ჩვენს ფაკულტეტზე. ეს არის ბაკალავრიატი 4 წლიანი პლუს გვაქვს რამოდენიმე 1 და 2 არა. ფაკულტეტზე გვაქვს 5 სამაგისტრო პროგრამა. რომ ჩამოვთვალოთ თუ შეიძლება. ჩამოთვლით, კი ბატონო, ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეს არის გარემოს მედიცინა, ეს არის ეპიდემიოლოგია, ეს არის ჯანმრთელობითი განათლება, ჯანმრთელობის ხელშეწყობა და სულ ახლა კიდე 2 სამაგისტრო პროგრამა არის წარდგენილი აკრედიტაციაზე, რომელიც არის ჰოსპიტალური მენეჯმენტი, ანუ კადრები მზადდება მაგისათვის და ეს არის ყველაზე ინოვაციური წეგამკითხეთ, ეს არის ციფრულ ჯანდაცვაში გერმანიის ბონის უნივერსიტეტთან ერთად დაიდო მემორანდუმი ხელშეკრულება და კელნისა და ბონის უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, ანუ უნივერსიტეტთან ერთად მზადდება უკვე შესული არის საკრედიტაციო კომისიაში ციფრულ ჯანდაცვაში სამაგისტრო პროგრამა. ეს იქნება საერთოდ გადატრიალება დღეს ქართულ მედიცინაში, ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ. დღეს ეგ ეწოდებული digital health, რომელიც იგივე გერმანიაში ძალიან არის განვითარებული, სხვადასხვა ქვეყნებში და ინოვაციური პროექტია და ჩვენი სამაგისტრო პროგრამა იქნება ერთ-ერთი არა მარტო პოსტსაბჭოურ სივრცეში, არამედ იგივე ევროკავშირის ქვეყნებშიც, რომელსაც ჯერ მარტო ოცნება აქვს ამ მიმართულებით განვითარებაზე და ჩვენ უკვე რეალურ პრაქტიკულ გზას ვადგავართ. და რაც შეეხება დოქტორანტურას, აქ ძალიან ბევრი სადოქტორო პროგრამები გვაქვს სხვადასხვა მიმართულებაში, იმიტომ რომ ჩვენს დარგში არის ძალიან ბევრი პროფესია. აი თქვენ ახსენეთ, ხო იგივე გარემოს მედიცინის მიმართულება, იგივე ნუტრიციოლოგია, იგივე პროფესიული ჯანმრთელობა, იგივე ბიოსტატისტიკა, იგივე მენეჯმენტი. თქვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს რა კარიერული განვითარების პერსპექტივები აქვს და სად შეუძლიათ რომ დასაქმდნენ საქართველოს ქართულ რეალობაში? ჩვენ კურსდამთავრებულებს რეალურად შეუძლიათ დღეს კანონის მიხედვით
12 მიმართულებით დასაქმდა. დაწყებული, რა თქმა უნდა, კლინიკებში, როგორც მენეჯერები, ასევე სადაზღვევო კომპანიებში, ასევე ფარმაცევტულ კომპანიებში, როგორც მმართველები და მენეჯერები და ძალიან დიდი ასპექტი არის განათლების სამინისტროში, იგივე ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მიმართულებით, ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, როგორც სურსათის უვნებლობაში, ასევე გარემოს, იმიტომ ერთი სამინისტრო არის ახლა გარემოს მიმართულებით, იგივე რადიაციული უსაფრთხოება, წყალი, ნიადაგი, ატმოსფერული ჰაერი. აი ეს პრობლემები, რომელიც ადამიანებს დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეპიდემიოლოგია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეპიდემიოლოგიაში აღნიშნე კიდევ სამაგისტრო პროგრამა არის, სადაც ეპიდემიოლოგიის ძალიან მაღალი დონის მაგისტრები მზადდებიან და მათზე არის და ძირითადად საზოგადოებრივი ჯანდაცვა არის ზუსტად სტატისტიკა, ეპიდემიოლოგია, გარემოს მედიცინა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რადიაციული უსაფრთხოება, შრომის მედიცინა, პროფესიული ჯანმრთელობა, აი ეს ძირითადი ღერძი, რომლის გარშემოც მედიცინა ბრუნავს და ტყუილად არ არის რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ასე ვთქვათ სიმბოლო ეს არის ორ ხელის გულზე დასვენებული დედამიწა. ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულების და საერთოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვაში ის ორი ხელი არის, რომელიც დედამიწას აკავებს იმ დონეზე, როგორც დღეს არის. საერთაშორისო ურთიერთობები და გაცვლითი პროგრამები. დღეს ფაკულტეტს დაახლოებით 30-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი ყავს, სადაც სხვადასხვა პროექტებით ხორციელდება გაცვლა არა მარტო სტუდენტებისა, არა მარტო მაგისტრებისა და დოქტორანტებისა, არამედ პროფესორ-მასწავლებლებისა. ჩამოდიან ჩვენთან, მიდიან ჩვენთან და უზიარებთ ერთმანეთს ჩვენ მიღწევებს და ამ წუთში ჩვენი უნივერსიტეტის 3 მაგისტრი და 1 დოქტორანტი ბონის უნივერსიტეტში გადის 3 თვიან მომზადების კურსს სამაგისტროს. თუმცა მანამდე 1 წლის წინ 2 სტუდენტმა გაიარა და იმის და მიხედვით როგორ გამოიჩინეს თავი, გაორმაგდა მოთხოვნა ჩვენი მაგისტრებისა ბონის უნივერსიტეტის მხრიდან. ნუ ბულგარეთში გვაქვს ძალიან სერიოზული ერთ-ერთი დოქტორანტი ეხლა ჩამომბრძანდა სლოვაკეთში ნიტრას უნივერსიტეტში ერთი დოქტორანტი ეხლა ჩამომბრძანდა. მართალია 2 თვე და 3 თვეს არ აღემატება ეს მოკლევადიანი, იმიტომ რომ გარდა ამისა დოქტორანტები ახორციელებენ მონაწილეობას სასწავლო პროცესში, როგორც მოწეული და ამიტომ დიდი ხნით სასწავლო პროცესზე მოწყობა არ აწყობს არც ფაკულტეტს და არც უნივერსიტეტს, იმიტომ რომ ძალიან საღი ინტელექტი მოდის ახალი და მათი გამოცდილება და ხედვები ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონო დავით, თქვენ გაქვთ 1 წუთი იმისთვის, რომ მიმართოთ აბიტურიენტებს და უთხრათ რატომ უნდა აირჩიონ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი. პატივცემულო აბიტურიენტებო, მერწმუნეთ, მოდით ჩვენთან, არ წააგებთ. ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებული იწყებს როგორც რიგითი თანამდებობიდან, ასევე ადის კლინიკის დირექტორის დონემდე. მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, განყოფილების გამგები და ასე შემდეგ არა მარტო ახორციელებენ თავის პროფესიულ მოვალეობას, არამედ ისინი ქმნიან ჯანდაცვის პოლიტიკას და ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები, ძალიან მაგარი შემქმნელები არიან ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულები. აირჩიეთ. დღეს ამით გემშვიდობებით შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი დავით ზარნაძე. თუ მეტი და დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა მოვბრძანოთ 7 ივნის 11 საათიდან ღია კარის დღეზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მისამართი ვაჟა ფშაველას 33. გელოდებით.